მასწავლებლად სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2026 წელი ამოცანა ნომერი 3. ემასის სხეული მოძრაობს წრეწირზე მოდულით მუდმივი ვესჩქარითო და რა მუშაობას ასრულებს სხეულზე მოქმედი ცენტრისკენული ძალა პერიოდის მეოთხედში გვაინტერესებს. კარგით, ავიღოთ ესე იგი წრეწირი და ამ წრეწირზე მოძრაობს, ხო, ეს ჩვენი ემასის სხეული. გამომდინარე იქიდან რომ წრეწირზე განვიხილოთ მოძრაობას, ამ შემთხვევაში ეს ჩვენი სიჩქარე მიმართული არის ამ წრეწირის მსხების გასწვრივ ნებისმიერ მომენტში. და ეხლა თავიდან თუ იყო ეს ჩვენი ემასის სხეული პირობითად აი აქ ამ წერტილში. გამომდინარე იქიდან რომ მთლიანი პერიოდი არის ის დრო რა დროშიც ეს ჩვენი მატერიალური წერტილი ან სხეული მთლიან ერთ სრულ ბრუნს ასრულებს ედროში, მაშინ მეოთხე დროში ტეუდრის ტ მეოთხედში, ედროში თუ მთლიან წრეწირის გადის, მაშინ მეოთხედში წრეწირის მეოთხედს გაივლის, ხო? აი სადღაც აი აქ მოხდება. ასე მოხდება. ეს არის ისევ ვუნდი ასე გავაკეთოთ, რადგანაც მიმართულებას იცვლის, ხო, სიჩქარის მიმართულება იცვლება და რა თქმა უნდა სიდიდით ერთმანეთის ტოლია, მაგრამ მიმართულებები სხვადასხვა აქვს ამ ჩვენს სიჩქარეებს. ეხლა ეს ჩვენი ცენტრისკენული მოდი ესე გავაკეთოთ, ეს იყოს რადიუსი და რადიუსის გასწვრივ არის ეს ჩვენი ცენტრისკენული აჩქარება მიმართული, ხო, აცენტრისკენული. ნუ ძალაც ანალოგიურად მიმართული იქნება F ცენტრისკენული, რომელიც ტოლი არის ამ შემთხვევაში M ცენტრისკენულის ნიუტონის მეორე კანონით შევწერეთ. ამ წერტილში 100 არის მიმართული, ხო, F ცენტრისკენული. უდრის M ცენტრისკენულს აქაც. რაღაცა ვიწერე კარგად, იცით A ცენტრისკენული. კი ბატონო. ეხლა გამომდინარე იქიდან რომ ისევე როგორც სიჩქარე მართობული არის ცენტრისკენული ძალის. ისევე როგორც სიჩქარე, ასევე გადაადგილებაც დროის მცირე მონაკვეთებს თუ დავაკვირდებით, გადაადგილებაც და სიჩქარეც მართობული არის იმის, ხო, F ცენტრისკენული ძალის. შესაბამისად, ცენტრისკენული ძალის მიერ შესრულებული მუშაობისთვის მივიღებთ, რომ ეს ტოლი არის F ცენტრისკენული გამრავლებული გადაადგილებაზე და გადაადგილების სიდიდეზე და მათ შორის კუთხის კოსინუსზე. და ჩვენ ვთქვით, რომ მართობულია. თუ მართობულია, მაშინ ალფა კუთხე გადაადგილებასა და ცენტრისკენულ ძალას შორის ყოფილა დროის ყოველ მომენტში დაყვება, ხო, ეს ჩვენი გადაადგილების ვექტორიც. შესაბამისად, კოსინუს αλφა არის 90 გრადუსი და კოსინუს 90-ზე 0-ია. ეს თუ 0-ია, მაშინ მთლიანი მუშაობაც გამოგვდის ნულის ტოლი, ასე რომ საბოლოოდ თუ დავწერთ მუშაობა ტოლი ყოფილა ნულის. ცენტრისკენული ძალა მუშაობას არ ასრულებს. პასუხი E.